მოკლედ დღეს დიაყოლბა იას სადღეგრძელო ხო დაულიე რა. ეხლა ოშოს უსმენდი რა, კიდე ალექსი გოგოლაძე გამახსენდა რაღაცები რა და მოდი ერთს კიდე დავლევ და მე 1-2 სიტყვით რაღაცას ვიტყვი რა. ეს სხივი რა მაგრად მოდის? მოდი ამ ჭიქით კიდე ვთქვათ ალექსი გოგოლაძეს და ოშოს გავუმარჯოს ერთად. ხოდა არაფრის ლაპარაკი არ მინდოდა, კაი მედიტაციაში ვიყავი და ეხლაც კაი მედიტაციაში ვარ, მაგრამ დღეს მოკლედ ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა შეყვარებულს რომ დავშორდიო, კაი დეპრესიაში უნდა ვიყავო, კაი ხანიო რა. ხოდა მაგაზე მინდოდა რა 1-2 სიტყვა მე თქვა, იმასაც კი მივწერე ტელეფონში, რავი როგორც შევძელი რაღაცა აუხსენი, მაგრამ რა იქნება და რანაირად იქნება ეგ არ ვიცი და მე ვიტყვი რა აქ რა. ახალს არაფერს არ ვიტყვი, ისე უნდა გავიმეორო ძველი. რამდენ ადამიანს უთქვამს, რამდენი 1000 წლეული ხალხი მაგას ლაპარაკობდა, ჩვეულებრივი ჩემნაირი და თქვენნაირი ხალხი ერთი და იგივეს უბრალოდ რავი, ანუ ის ჩემ მეგობარს რო შეეხო, მინდა რომ თავისუფალი იყოს ამ დეპრესიისგან და ყველაფრისგან რა და უბრალოდ იმას ვიტყვი რომ უნდა უყურო რა, მაყურებელი უნდა იყო რა, მაყურებელი, დამკვირვებელი, მოწმე. შენ აზრებს უნდა დაუკვირდე კი არა და კი არ უნდა იფიქრო. აი როგორც ბავშვობაში რა 14-15 წლის რო ვიყავი, რო ვლოცულობდი ხოლმე რა. მუხლებზე ვიდექი და ისე ვლოცულობდი და იმ ლოცვისას ჯერ იქიდან დაიწყო ყველაფერი, რომ ჯერ ხო სიტყვებით წაკითხული ფურცლები გაქვს რა და იმით უნდა ილოცო რა, ეკლესიაში რომ მიხვალ და რაღაცა. მერე იმის შინაარსზე დავფიქრდი ჯერ თავიდან და ისე ვლოცულობდი ხოლმე, რომ იმის შინაარსით მეც იმ განწყობაზე ვყოფილიყავი. მერე შემდეგ იმ სტადიაზე გადავიდა, რომ შინაარსი არა და განწყობა, ის განწყობა მქონდა, ის სიტყვები თავისით მიდიოდა, მაგრამ ის განწყობასაც ვხედავდი უკვე. ცალკე სიტყვები, ცალკე განწყობა და ამის მაყურებელი ვიყავი და სულ ბოლოს კიდე იმ ეგ განწყობა თუ რაც არის, მე მაქედანაც ამოვედი თუ რა არის, თუ სულ იმ განწყობაში დავრჩი და სულ მანდ ვიყავი რა, არ გამოსულა, რაც არ უნდა მეკეთებინა, საჭმელი მეჭამა. რავი, გინდა სიგარეტი მომეწია, გინდა კაიფითაც ხო მიკაიფია რაღაცებით რა და იმ კაიფის დროსაც მე მეუბნებოდნენ ხოლმე მაგალითად რომ მოსაწევი ხო მოგვიწევიაო და შენო ვერ კაიფობო რა, აზრი არ ახარო, უნდა აყვეო კაიფსო და იმ კაიფშიც სულ ვცდილობდი რომ ყოფილიყავი ის ვინც ვიყავი რა. ანუ პიროვნება და რაღაცა კი არა, რომ ანუ ეს დამკვირვებელი და რაღაცა ანუ ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდი, რომ იმას არ ავეყოლებინე. მაგალითად მოსაწევმა ხო იცის რომ გაგეცინება და რაღაცა და სიცილი რო აგიყოლებს და რაღაცა. არა, იმენა სულ ვეწინააღმდეგებოდი ხოლმე და რაღაცა რა და მაგას თავი რო დავანებოთ რა, რაზე მინდოდა ლაპარაკი. აი ლოცვის მაგალითი რომ მოვიყვანე, მე ის განწყობა სულ იმ განწყობაში ვიყავი და ვეღარ გამოვდიოდი. ვეღარ არა, ანუ აღარ გამოვდიოდი, ანუ ეგ არის სულ მედიტაციის მდგომარეობა, რაც გინდა ის დაარქვი. სულ დამკვირვებლის მდგომარეობა, მოწმის მდგომარეობა და მაყურებლის მდგომარეობა რა. ხო და როცა მან ხარ, ჯერ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, აი პატარ-პატარებიდან რო დავიწყოთ რა. ყველა რწმენისგან უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ რწმენა ფიქრი არის. ფიქრი მეხსიერება და შენი წარმოდგენებია რა. ანუ
ოშოსა აქ ნათქვამი, რომ მე თვითონ დაჯერების არ მჯერაო, თუ რწმენის არ მწამსო რა, ასეთი რაღაცა აქ ნათქვამი და კარგად უთქვია რა, იმიტომ რომ ეგ მოდის ყველაფერი ტვინიდან რა. ანუ ტვინის მიღმა მდგომარეობაზე ვლაპარაკობ რა მე. ხო და ეგ რწმენებისგან გათავისუფლდი. გარე ფაქტორებისგან გათავისუფლდი, უყურებ ყველაფერი, ეს სხეული, რასაც აკეთებს, სიტყვაზე დადის, მოძრაობს, ლაპარაკობს, ჭამს, სვამს, რავი, იქ სხვებს ელაპარაკება რაღაცა, მაგას უყურებ და მაგის მოწმე ხარ რა უბრალოდ. აი, რანაირი მდგომარეობაა კიდე, აი სხვანაირად რო ავხსნა რა. აი, ეხლაც ხო გავჩუმდი და სიჩუმეა რა. ფიქრიც აღარ არის უკვე. სიტყვებიც არ ჭირდება ამ ყველაფერს და დეპრესიას რაც შეეხება და რაღაცა, როცა ამ მდგომარეობაში ხარ, რწმენა მოგშორდება, გონება მოგშორდება, ფიქრი მოგშორდება, ყველაფერს ხედავ, სურათებად მოდიოდა ხოლმე მერე ლოცვის დროს ფიქრებს, ანუ ვხედავდი რა, რო შემოვიდოდა, რა ფიქრი შემოვიდოდა, თითქოს ესე მოდიოდა სურათებად და ამ ფიქრებს აი თითქოს თვალით ვხედავდიო რა და ვატარებდი რა ჩვეულებრივ, ანუ იმაზე რეაქცია არ მქონდა რა, კარგი იყო, ცუდი იყო და რაღაცა, ისე მიდიოდა და ისე მოდიოდა, გაივლიდა, რომ უბრალოდ იმის მაყურებელი ვიყავი რა, იმაზე ეს როგორც დაიცა ალექსი გოგოლაძე იყო და კომენტატორიო, ანუ შემფასებელი, ხო, შემფასებელი და აღმქმელი და რაღაც ყველაფერი ჩუმად იყო, დაწყარებული იყო და ეს ფიქრები მიმოდიოდა, მაგრამ სულ მედიტაციაში იყავი და დეპრესიას რაც შეეხება, აი ასეთ მდგომარეობაში, როცა ამოიგდებ ყველა ფიქრს თავიდან, იქ ჯერ ხო არავისგან არაფერი არ გეწყინება. ეგ მაგას დიაყოლბაია ამბობს. ანუ ყველა მაგას ვლაპარაკობთ, ანუ ცნობიერებისკენ და სულისკენ თუ რაც გინდა ის დაარქვი. მამა ღმერთისკენ, ვინც მივისწრაფვით და თავისუფლებისკენ, ვინც მივისწრაფვით, ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ ყველა რა. ანდრო დგებუაძეს მაგას იტყოდა, რომ ცნობიერება არის ერთიო რა. თავისთავადია მართლა რა. ხო და ჯერ ხო არავისგან არაფერი არ გეწყინება, როგორც ჯიდუ კრიშნამურტი იტყოდა, რომ შენ თუ იმ მომენტში, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, მთლიანად მთელი შენი არსით ხარ იმისგან მიმართული რა, ანუ იმას უყურებ, აცნობიერებ და იმის მოწმე ხარ რა, იმ მომენტში, როცა შენ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, შენ არც რეაქცია გექნება, არაფერი არ გექნება და უბრალოდ ამისი მაყურებელი იქნები. ჯერ ეგ ხო ავხსენი, რომ არავისგან არაფერი არ გეწყინება. მერე იქ შეყვარებული და დაშორება და რაღაცა სიყვარული ხო ცალკე ამბავია რა, მაგას კიდე ალექსი გოგოლაძე ძალიან კარგად იტყოდა, რომ სიყვარული, ანუ არ მინდოდა რომ მეწყენინებინა მაინც ამ ჩემი მეგობრისთვის, ისე კი, ანუ ეგრევე რო დაუნგრიო ის სურათები და რაღაცები, რავი, ყველა ვფიქრობ, რომ თავისით უნდა მივიდეს მაგ შემეცნებამდე. მე შეიძლება რა თქმა უნდა სიტყვა უთხრა და ის სიტყვა ცეცხლი იყოს, ან ცივი წყალი იყოს და შეესხას, ან დაწვას და რაღაცა, მაგრამ ვისაც ცეცხლი აქვს გაღვივებული უკვე, იმას უფრო გადაედება და უფრო განათდება ეს ცეცხლი. ხო და სიყვარული რა გონიათ, ანუ სიყვარულის რაღაცნაირად რო იგივდებიან ამ ფიქრებთან და ამ განწყობებთან და ამ ემოციებთან რა, სიყვარული აქვთ გადაქცეული რაღაც მიჯაჭვულობად. მაგალითად, ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ აი ერთი დღე რო არ მომწეროსო და ერთი დღე რო არ მნახოსო და რაღაცა, მეო ან მეწყინებაო, კი არ მეწყინებაო, ან მეწყინება, ან გაუბრაზდებიო რაღაცა და მე ვერ ვიქნები იმასთან და რაღაცა. არა და ადამიანი რო გიყვარს, ადამიანები მთელი სამყარო რო გიყვარს და რაღაცა, რა თქინდა საერთოდ, ანუ გამოღვიძებულ არა, ასეთ ცნობიერების ადამიანებთან ერთმანეთი არ ჭირდებათ საერთოდ რა, ანუ თავისთავად არიან რა,
უბრალოდ მაყურებლები არიან, როგორც სარკე ერთმანეთს რომ მიუდო სარკეები და მე ბევრი სარკეები ხო გამოდის რა, აი ტელეფონზე მიმიდია და კამერა და ადრე ბავშვობაში მქონდა ხოლმე ბებია, ჩემ დიდ ბებიას მქონდა ხოლმე ტელევიზორი. იქ რაღაცა მიმღები რო არის, არხებს რო რთავდა რაღაცა მაგისი პულტი და კამერა მიმიტანია თუ რაღაცა თუ კამერა მიუტანია და ამ ტელევიზორში ეს ბევრი ტელევიზორები ესე იშლებოდა რა, როგორც უსასრულობა რა. ხო და ეგრე არის სარკესაც რომ მიუდებ და უსასრულობა რო იშლება რა. ადამიანს რო შეხედავ თვალებში გულწრფელად როცა დაცლილი ხარ ყველაფრისგან ამ გონებისგან და გონების მიღმა რო ხარ და რაღაცა უსასრულობა არის თქვენ შორის და ამ უსასრულობის მაყურებლები ხდებით მერე რა. ხო და რანაირად უნდა გეწყინოს, არც წყენა არ არსებობს აქ, არც მიჯაჭვულობა არ არსებობს აქ, არც ის არ არსებობს, რავი კიდე რა არის მასეთი სიტყვებს ვეღარ ვიგონებ რა. იესოს თუ ბიბლიაში წერია თუ იესოს ნათქვამი არ მახსოვს რომ ერთი წვეთიო რომ დაწვეთებულიყო დედამიწაზეო, სათა სასუფეულისო დედამიწაო, კაროჩე გაიხარებდა კი არაო, ნეტარება იქნებოდაო დაუსრულებელი თუ რაღაცა და ეგრე არის. მე მაგ მდგომარეობაში რო ხარ, დაუსრულებელი ნეტარება არის რა. აი ჯერ ელემენტარული სიგარეტი ხო მიჭირავს და ხო ვეწევი, თან ჩამიქრა რა. ანუ ისეთ ნეტარებაში ვარ მე ეხლა რომ ეს ამაზე აღარც ვფიქრობ რა. რა ვიცი, ძალიან კაი რაღაცა არის რა, ძალიან. ნახე, აღარ წინდება. ხო და ვერაფერი ვერ გეწყინება, ვერაფერზე ვერ დასევდიანდები, ვერაფერი ვერც გაგიხარდება და უბრალოდ იქნები მაყურებელი რა და იქნები ნეტარებაში რა. ნირვანა, სამადი, მოქშა, რავი 1000 ტერმინები არსებობს რა. ხო და მე მინდოდა უბრალოდ რომ ამ ჩემი მეგობრისთვის და ყველა თქვენთვის ვისაც მასეთი რაღაცები გაწუხებთ, ან შფოთვა, ნერვოზი თუ ნევროზი, რომელი არის სწორი არ ვიცი, დარდი, რავი, რაღაც შეიძლება ცხოვრებაში ისეთი მომენტები გადაიტანეთ, რომ საერთოდ ძნელი იყო მაგისი გადატანა და თავი რო არ მოიკალით და რაღაცა, ეგეც ძალიან დიდი საქმე არის რა. საქმე რა, ეგეც მაგარი რაღაცაა რა და ანუ მოგაშორებთ ამ ყველაფერს რა და ისევ ნეტარებაში და აქ და ახლა აწმყოში გამყოფებთ რა. დღეს მაგალითად ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი რომ ანუ ერთადერთი დრო რაც გაგვაჩნია არსებობს აწმყო მეთქი რა. წარსული არის მეხსიერებაში რაღაც სურათები, მომავალი კიდე რაღაც წარმოდგენებია, ილუზია რა. ანუ წარსულიც არსებობს, მომავალიც არსებობს, მაგრამ არსებობს ისევ და ისევ შენ გონებაში და შენ ფიქრებში და ფიქრის მერე მიღმა მდგომარეობაში რო ხარ, ანუ სულ აწმყოში და სულ რო იცვლები და სულ ყველაფერი ესე რომ მიმდინარეობს რა, ერთი მომენტი რო არაჩერდები. ანუ ერთი მომენტი რო არ ხარ მექანიკური, არ ხო რა, არ ხარ მექანიკური, არ ჩერდები და სულ მიმდინარეობს ყველაფერი დინებასავით რა. ერთი დინებაში კაცი ორჯერ ვერ შევავი, იმიტომ რომ კაცი არ იქნებაო და ის დინება არ იქნებაო და მუდმივ ცვალებადი არისო, ან ბუდამ რო უთხრა რომ დღეს ვინც ხარო, მე შენ მიყვარხარო და მშვენიერი ხარო და ვერ გაპატიებო, მაშინ სხვა იყავიო, აი ეგ არის სრული ჭეშმარიტება. აწმყოში არის ყველაფერი რა. ხვალ არის ილუზიაში, გუშინ არის მეხსიერებაში და ყველაფერი ეს გონებაშია და ეს გონება ამ გონებას შენ უყურებ რა. ყოვლის მხედველი თვალს რო ხატავენ ხოლმე, სამკუთხედში რო თვალი არის ჩასმული,
ეკლესიებში ხო გინახავთ, არა მარტო დოლარის გამოსახულებაზე არის რა, ჩათვალე რომ მასე უყურებ მთელ სამყაროს რა. სამყარო შენშია, შენ სამყაროში ხარ, ატმანი და ბრაჰმანი ერთმანეთში არისო თუ როგორ არის, ანუ მივესალმები რა მაგას ყველაფერს რა. რავი, იმედია ვინც რაღაცა ნერვიულობთ, გიჭირთ ცხოვრებაში, რაღაცნაირად დასევდიანებული ხართ ან რაღაცა, იმედია ეს ვიდეო ცოტა დაგამშვიდებთ და რავი, იმედია ნეტარება ან რაღაცა მასეთი შემოვა თქვენშიც რა. აბა ჰეთ